გაადიდე ჩვენი გამოსახულება აი ამაზე. ტაქს. ჩვენი ეკრანები კომპიუტერებში თუ ტელეფონებში იყენებენ თხევად კრისტალურ ეკრანებს, რომლებიც მუშაობენ პოლარიზაციის პრინციპზე. ისინი ცვლიან სინათლის პოლარიზებას და ამით ამცირებენ ან ზრდიან ინტენსივობას სინათლეს, რომელიც აქედან გამოდის. აი ხა მე ესათვალე რომ ავიღო. შემიძლია რომ ამ ფილტრის, მოდი წინ გადმოდი. წინ გადმოდეთ ყველანი. აი ხა გავაკეთოთ ცვლილება ტალხის სიგრძისა, რომელიც აქედან გამოდის კუთხის მიხედვით და შეგვიძლია ასევე რომ მთლიანადაც გადავკეტოთ სინათლე, რომელიც აქედან გამოდის. ვერა, ჭირდება პოლარიზებული სინათლე. ანუ მე თუ მაქვს აი ესეთი პოლარიზებული სინათლე, თუ მე შეუცვალე ჩემ პოლარიზატორს კუთხე და ამაში რეოდრა არის ესეთი ხაზებია, რომელიც მარტო ერთი მიმართულების სინათლეს კეტავს. მე თუ შევცვალე ესა, მე შემიძლია შევცვალო ასევე სინათლის ტალღის სიგრძეს, რომელიც გადის. და ან შემიძლია მთლიანადაც გადავკეტო. LED-ს დაჭირდება პოლარიზატორი თვითონ რომ გაუკეთო. ანუ ეს უკვე ეს რეალურად რა არის? აქ არის LED-იც, ზემოდანა პოლარიზატორები და მერე სინათლე უკვე გამოდის. თუ ანუ LED-ის სინათლის წყარო როგორც ასეთი იმუშავებს, ოღონდ ჭირდება მერე პოლარიზატორი. აი ეხლა რომ ეს დაგანახოთ აი ამ ჩვენი სინათლის წყაროს მაგალითზე, on ეს ультраისფერი არის. ტაქს, საწავიღეთ. დიდი სინათლე აქ არისო? ნიკა? დავკარგეთ? აგერ. всё. აი აგერ არის ჩვენი ჩვეულებრივი თეთრი სინათლე, ხო? ამერა. კაი, ოდნავ გვერდან ივანათებ. ეხლა მე მოვათავსე ჩემი პოლარიზატორი აქა. მე შემიძლია რომ კუთხის სრულების შედეგად შევცვალო გამომავალი ფერიც და ინტენსივობა სინათლისა. ანუ აი მოდი აქეთკენ მოვანათებ, უკეთესად გამოჩნდეს. ტაქს. აი ხა პრაქტიკულად არ გამოდის სინათლე. მაგრამ როგორც კი მე ამას გადმოვატრიალებ, ეგრევე ჩნდება სინათლე. და თუ მე შევუცვლი კუთხეს, შემიძლია სხვადასხვა სპექტრებში გავაკეთო ესა. ლურჯი გავხადეთ რა. ნახოთ აბა თუ გამომივა ლურჯი გავხადო. ეცა. ის სპექტრა ნახვის საჭირო. არა მე ეს ჩემი. ლურჯი სიკვდილად მაგას პრობლემა. აგერ. ოკეი. ეხლა რატო შეგვიძლია ჩვენს გამოვიყენოთ მასალების ანალიზისათვის? იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს მასალა, რომელიც როგორც გითხარით, ურთიერთქმედებს ჩვენს სინათლესთან, მაგრამ პოლარიზებულ სინათლე, ჩვენ ხო დავინახეთ, რომ განსხვავებული ფერები გამოდის იქიდან, გააჩნია როგორ კუთხე მაქვს. ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ მასალაში თუ არის არა ერთგვაროვნება. ჩვენი ლინზა ხედავთ? ანუ მე შემიძლია დავინახოთ ჩემს მასალაში, სად არის სტრესები. აი? თუ მე დავატრიალებ ამას, მე შემიძლია დავინახო. ხედავთ, რომ აი აქ ერთგვაროვნება არ არის თლად, იმიტომ რომ აქ გატყდა ეს ნაწილი, ხო? მოდი უფრო ახლოს მოვიტან, რომ ყველამ დაინახოს. ოკეი? არაფერი არ ჩანს, ხო? კი, ესაა პოლარიზატორები. ეხლა ვინმეს ხო არა გაქვთ ცელოფანის პარკი? ან ხო არა გაქვთ რაღაცას პლასმასისა გამჭვირვალე და შეგვიძლია გავუუნოთ? ოპა. კაი, ანდრია, მოდი მომეხმარე. დაიკავე აქედან.
ეს ჩამოწი ქვემოთ. Так, ეხლა ჩვენ გავაკეთებთ ამის დეფორმირებას. ანდრია, შეკუმშეოდნავ? გაშალე ხა პირიქით? აი თუ მე გავაკეთე ამის შეკუმშვა, დაინახავთ, რომ განსხვავებულად ხდება გარატყობა ფერებისა. ეს იმის გამო ხდება, რომ შინაგანი სტრესები მასალაში იწვევენ იმას, რომ ხდება განსხვავებული ტალღის სიგრძეების განსხვავებული კუთხით გარატყობა. დიფრაქცია ხდება რეალურად. და ამის გამო ჩვენ ხედავთ, რომ იცვლება სინათლე. თუ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ თუ გვინდა შევამოწმოთ ხარისხი რაღაცა გაკეთებული მასალისა, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ პოლარიზაციული სინათლის გამოყენებით. და თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ერთგვაროვნება ჩვენს ობიექტში. ოკეი? ეხა ეს არის პლასმასის ლინზა, ეს არის შუშის ლინზა. რას ხედავთ? შუშა ბედფო ერთგვაროვანი არის. ხო? რატო? იმიტომ რომ აქ პროცესი იყო ჩვენ ის დავაპოლირეთ, ანუ შინაგანად აფს არ შევხედეთ, გარედან შევხედეთ მარტო. აქ კიდე ჩვენ გავამაგეთ მასალა შიგნიდანაც. ეხა თლად ბანძი ლინზა, რომელიც უპირველად გავაკეთეთ. მე დასასილი ვიყავი, ამას რო ვაკეთებდი პირველად. აი შეხედეთ, როგორ ჩანს კონკრეტული მონაკვეთები, სადაც არის სტრესები. ხო? კაი, ეხლა სწორხანი შევისვენოთ და მე გადავალთ უკვე ფილტრებზე და ლინზების გაკეთებაზე. ესე იგი, რას ვაკეთებთ ახლა? თქვენ ყველას გაქვთ ესეთი ბოთლები, ესეთი ხილები უпростоრად. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის, რომ გავჭრათ ისინი სადღაც. ოკეი. აი, მოდი იქითკენ დავდგები ჯობია. ხო. ოკეი. ჩვენი მიზანი არის, რომ გავჭრათ ეს დაახლოებით 1/4 სიმაღლის, აი ესე მონაკვეთით. თქვენ გაქვთ მაკატლები, ესეთი კუსაჭკები, რომელიც მოგეხმარებათ ამაში. მუშაობთ თხილად, მაქსიმალურად შევწყვეტ რომ არ გავიჭრათ ხელი და რა არის ჩვენი მიზანი? როდესაც ამას მოვჭრით, ჩვენ მივიღებთ ყალიფს, რომელიც შიგნიდან არის ესეთი ამოწეული, შიგნით ჩავასხამთ ჩვენს ფოტოპოლიმერულ სითხეებს და მერე დავიწყებთ მათ დასხივებას ულტრაიისფერით. სადღაც 9 საათში დასხივების მერე ჩვენ წესი და რიგით მივიღოთ ლინზა. ოკეი? მუშაობთ მაქსიმალურად თხილად, როდესაც ყველანი მორჩებით ამოჭრას, დავალაგოთ და მერე მე მოგცემ ფოტოპოლიმერულ სითხეს. ხო. ეგ არა, ეგ თუ ასხია არ გჭირდება. ხო. როდესაც გავხსნით, სალფეტკები არის გამოუწვინოთ მაქსიმალურად შიგნიდან რომ იყოს სუფთა. ერთი ქსელი. აი ესე მოჭენი ამაზე. ეს რა დავტოვო შეიძლება? კი, როგორ არა? კაი. იმათვის ვინც არაფრით არაა ჯეჯობ დაკავებული, შეგიძლიათ აქედან აიღოთ ფილტრები ნებისმიერი და დიფრაქციული მესერის მეშვეობით და თქვენი ტელეფონის სინათლის მეშვეობით შეგიძლიათ რომ ნახოთ როგორ მუშაობს ისინი. ერთი დიფრაქციული მესერი, მეორე დიფრაქციული მესერი და მესამე დიფრაქციული მესერიც. ამა ხო დაფარა ისფერი. კი, გადააწოდეთ. როგორ? კი. ასევე ხალხ, დიფრაქციული მესერი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, არის ჩვეულებრივი დისკი. შეგიძლიათ ამ რეკლ დიფრაქციულ მესერად გამოიყენოთ ესენი. შეგვიძლია ასევე დისკის დავჭრეთ ესეთ ნაწილებად, რომელსაც გამოიყენებთ როგორც დიფრაქციულ მესერს.
შეხედე? მარტივი მეთოდი როგორ გავაკეთოთ ესა? ვიღებ ტელეფონს, მათხოვე? ტელეფონი ვადებ ზემოდან და ვუყურებთ. ოღონდ თავარია ვიპოვოთ ის მონაკვეთი, მეც გვინდა. შეგვიძლია რომ პირდაპირ ავიღოთ ესე. მეცა? აგერ. მეცა? უნდა გაიკეთო. მეკეთებია. შოველი კი შეგილია. აგერ შეხილი. შეგიძლია შეხედო ეს. თუ დაბლოკეთ. on იპოვე. ეს და რიგ გვერდზე უნდა იყოს. თითელი მაინც მაგას რო დაჭიმერე მეცი განსხვავება მე არ ჭირს 0 აჰა აბა ნახე ამით თუ ამით გაზოს განსხვავებას ახო აი ლუჯა აღარა ხო ანუ ეს ბრაკეტვანია ეს არის არ გინდა სინჯვა ნამდვილად დაგინდა თუ გინდას უნდა კიდე დამატებით სინათლის წყარო არა მოსინჯვა არა აი ამ მიღოთ მას უჩვენო აუ ვარდის ფეიტვარი მოასწორე რა დაგიხატოთ ვარდის ეს აქ უნდა დასწავლო ხო თავის ნომერში და აბა ვარდის ფეიტვარი ზოგადად რომ ვიცოდეთ თუ ფილტრი არის ლურჯი სავარაუდოდ ბლოკავს წითელს, ყვითელს და ზედამწვანეს. საინტერესოა. ესე იგი რის გამო შეიძლება ეგ ხდებოდეს? აბა მაგალითად? მაგაში კი მოვათავსებთ ახლა სითხეს. დიფრაქცია ყოლს გამოდის კუთხით, აი ეგრე. ეხლა დააფოკუსირებ. აბა ზაბრაკი მწვანეებია. მაინც აღწევს. ეს არ შვება ბევრს. ესე იგი შეიძლება მაღალ დიაპაზონში ბლოკავს. არც იქ არ დაფარა. როგორ ანუ მიზანი რა არის? მიზანი რა არის? დავინახოთ ფილტრები როგორ მუშაობენ და როგორ ხდება შეფარდება ფერებისა იმას. აი ლურჯი დაბლოკა. კი. თვალში არ მოყვავა. აი ხა ვიზამ. ყველა ფეწითელის გარდა. კი. კაი. იმიტომ რომ თუ ლურჯი არის, თუ ლურჯი შეიძლება მივანათეთ წითელ რაღაცას, წითელი შთანთ ქამს და წითელს გამოსცემს მარტო. როგორ? ხო, როგორ საპირისპირო მხარეზე, კი. კაი. დაჭრეს? კაი. რაც შეეხება დიფრაქციულ მესერს, და შეგიძლია დაინახო მაგით როგორ იმაშვება. უფრო მარტივს გასწავლი კიდე ანდრია შეხე. ეს რო ავიღოთ ესე, მათ ხო ეს სინათლე. დავუშვათ მივანათეთ გვერდიდან. ცა? აი? აი აგერა. თუ მოვათავსეთ ყვითელს და მწვანეს ბლოკავს. აჰა.
კაი. კაი. ხალხ. ყველას ფარავს, ხო? კაი. ხალხ, ყურადღებით. დავალაგოთ ფილტრები და მოვისმინოთ ეხლა რას ვიძახი მე. ეხლა ჩვენ დავიწყებთ ჩასხმას ჩვენს ყალიბებში ფოტოპოლიმერული სითხეებისა. მოიც გამოიყვება ესე. ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ამას ჩავასხამთ, აუცილებლად ვიკეთებთ ხელსათმანებს, პირვადები არ გვჭირდება. თუ რა თქმა უნდა, ხელს არ მოისვამთ პირის გარშემო, გავიკეთოთ ხელსათმანები, ისე ჩავასხათ, ოკეი? ეს არის პოლიაკრილამიდი, რაც არის ამ სითხეში, არ არის ძალიან საშიში, თუმცა თუ დიდი ხნის განმავლობაში გექნებათ კანზე და არ დაიბანეთ მერე ხელები, არა მაინც და მაინც კარგი ჯანმრთელობისათვის, თუმცა ესე საშიში არ არის. ამიტომ ყველანი ვიკეთებთ, ვინც ვიმუშავებთ ამასთან, ვიკეთებთ ხელსათმანებს, წესით ყველასთვის უნდა იყოს. Так, ფილტრები შევეცადოთ არ გავტეხოთ. დავაწყოთ ერთ ადგილას. კაი. ხალხ, რომ იცოდეთ, რამდენად ფოტოსენსიტიური არის ეს ნივთიერება. აქედან გამოვიხევთ ყველანი. ეხლა მე რომ მივანა თუ ამას ულტრაისფერი, ეგრევე ხედავთ ზემოდან ამ ნივთიერებას. ეს არის ფოტოპოლიმერი. ანუ რა ხდება? ამაში არის თხევადი პლასტიკი, რომელსაც დამატებული აქვს ნივთიერება, რომელიც რეაგირებს ულტრაისფერ სინათლეზე. ულტრაისფერ სინათლეზე იმით რეაგირებს, რომ იწყებს ინიციირებას რეაქციისა პლასტიკის გამაგრებისა. ამიტომაც სინათლის გამოყენებით ჩვენ ვამაგრებთ პლასმასას. ოკეი. კაი. ეხლა რას ვაკეთებთ? სად არის? ერთი წელი რომ მომცეთ? ხელსათმანი? ოკეი. Так. ამას ახლა მე ჩავხსნი და შეგიძლიათ რომ უკვე დაიწყოთ ჩასხმა. მათხოვე? ხო, მათხოვე? ესე იგი, ჩვენ ვცდილობთ რომ ამოვავსოთ ისე რომ იყოს დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის სისქე. თავარი რაც არის რომ აცდეს ზედაპირი აი ამას. ცოტა კარგად რომ აცდეს. ძალიან მაგად არა, მაგრამ კარგად. როდესაც ჩავასხამ, გადავაწყვეტოთ სხვას. ოკეი? ასევე შეგვიძლია მოვსინჯოთ მეორე სითხეთითაც, რომელიც განსხვავდება. შეგვიძლია ვსინჯოთ, თქვენს არჩევანზე, რომელს გამოიყენებთ. შეიძლება ეგრეთ გაკეთებამ, თუმცა გირჩევთ რომ ერთმა მაინც მოსინჯოს მარტო ერთი ან მარტო მეორე. აუცილებლად ძალიან ფრთხილად ვასხამთ, არ დავისხათ ზემოდან, არ გადავაქციოთ. თქვენ მიიტაცეთ ესა რომ აქეთ ასხამს ხალხი და ანდე ფრთხილა? მეც რასაც მენდა ნომა დაესწრო. მადლობა. მე ავიღებ. 2 სანტიმეტრი ყოლა შემოგვიხედა. არა, ზოგადად 2-3 სანტიმეტრი. სადა იმდენად ლინზა დაფთარა. კი, უნდა ამოვიდეს. მადლობა. პოლიმერი არის ეს. კი, პოლიმერია. შევჩე, გავწევ და მაინც ჩამოდიოდა. მიდი. საკმაოდ ბლანტი სითხე არის. მიდი, კიდე.
ჩავასხით? Всё? თანაბარია რა ხედავ. კაი, ყველამ ჩავასხით? აუ კი ჭიდრო. კი, კარგად დავამატე. კი. ერთმანეთში ურევს ვინმე? ჩვენ რა ურევთ. აჰა, ხა. მინდა კიდე? ხო. მაინც და მაინც პირთან ნუ მიიტან, ნუ შეისუნთქავთ. აი პოემისთვის ბავი რა ისე ზემოებები ხაცებნები და სასხომ მეტად კი. სტუკები რო აქვს. აჰა. ბუშტუკები აქვს. Так. ბუშტუკები, ზოგადად ხალხს ბუშტუკები კარგი რაღაცაა, როდესაც ვაკეთებ ოპტიკურ ნაწილებს. რატო? თუ ბუშტუკა არის, ბუშტუკა გარდატეხავს მე სინათლეს იმის გამო, რომ გვექნება რაღაც სიცარიელე შიგნით. ამიტომაც თუ გვაქვს ბუშტუკა, შეგვიძლია რომ რაღაცით ის გავჩხლიტოთ. წესი და რიგით მე უნდა მქონდეს თან შესაბამისი რაღაცა. ბუშტუკების გახრიტვა შეგიძლიათ მოსიჯოთ ყუსაჩკის თავით. წეს და რიგით უნდა იმუშაოს. სამწუხაროდ არა მაქვს თან რაღაცა კარგი საჩხლეტი. არა, ყუსაჩკის თავით, მაგრამ ყუსაჩკას გავრეცხავთ მე. ან აი კარგი რაღაცა გააკეთა მართამ, მაგითაც შეგიძლიათ რომ გახრიტოთ. აი, ის რაც შეეხება ფოტოპოლიმერს, დადეთ საფეთქზე რომ ზედმეტად არ დავსვავოთ არაფერი. კაი. კაი. ასევე შეგვიძლია ჩავასხათ ტიკტაკის ყუჩიც, თუ იმეს უნდა. გავაკეთოთ კვადრატული. ხო. UV ფანარი რო გათხოვოთ, შეიძლება ეგრევე გამაგდეს, ამიტომაც არ გირჩევდით. ამაში არა, მაგაში არა. კაი. ხალ. მეორე არა მაქვს სამწუხაროდ. ტაქს. ტაქს, ყველამ ჩავასხით? კარგით. წამოვიღოთ აქეთკენ. დავდოთ. მოდი, გვერდზე? თქვენ არ გაქვთ, ხო? ოკეი. დავდოთ. ტაქს და დაიმახსოვრეთ ვის რა სითხე ჩაასხა, ვინ რა სითხე ჩაასხა. ჩვენ ეს სითხე გამოვიდა. ოკეი, დაახურეთ თავზე სითხეს აუცილებლად. ტაქს, ყველამ დავალაგეთ. დაუჩქაროთ. კაი. დადეთ. ტაქს. კიდე გვაქვს? ბოლომდე ავავსეთ? ეს რა სითხე ჩაასხი? რაც იმას ჩავასეთ, ეგ ჩავასეთ. ბოთში რაც იყო. ოკეი. ხო, ბოთში ჩასხმულს რაც შეეხება, მაგას ცალკე გამოვიღებთ, ეგ ძალიან ბევრი არის მაგისათვის. ამაში იყო? ხო, მოდი უკან ჩავასხოთ ოდნავ, იმიტომ რომ შეიძლება თლად კარგად არ განთავდეს. ეს განსხვავებული სითხეა ოდნავ. მოდი ოდნავ ჩაასხი უკან. აი ესეა. თხილად, ისე რომ
კაი. ეყოფა. всё? ეხლა დაიკავე ეგრე მე მოწმინდავთ მაგას. არა, საფერკით რო ხელებზე ამოხდეს. კაი. კაი. მოწმინდე. ძალიან ძაფისო. დაიცა აქაც. კი. Так, სადავართ? დაიცა და არა, ეგ გაშვება, ეგ არა პრობლემა. ულტრაისფერი ახლა მაგას უზამს, რაცა გასაკეთებელი. Так. ათი წუთი უნდა დავაყო და 5 მეტრი. ნახევარი საათი. კი. ნახევარი საათი. რომ მორჩებით, მაგდოს იქნება ზუსტად მზად. ეს 2 საათიანია თუ უფრო დიდი? კი, 2 საათიანია. Так, დავაკვირდეთ ახლა აი ამას. საათი სითხე არის ჩასმული. დაიწყო გამაგრება. კი. ისე მალე? კი. აქედან სხვა ფერია. გვერდიდან მოუდექით ყველა. მოდი მოთხილად. ანდრია თხილად. კაბელი. რამეთქო მაგის თხეს ახლა? ცოტა ხანში გამაგდება. მაგრამ მე დაგანახებთ ეს როგორ მაგდება. კი, ულტრაისფერია შიგნით და ბლოკავს. ჩვენ ხა ამას მოვსინჯოთ ფანერის გამოყენებით და დავინახავთ რა განსხვავება ამ ორ სითხეს შორის. აქედან უნდა ამო. აი ხა რომ დააკვირდეთ, ზოგიერთში ხედავთ პატარა ბუშტების მსგავსი რაღაცა გაჩნდა. ხო, ეს არაერთგვაროვნებია ზუსტად. კაი, ხალხ. მოდით. ყველამ ხელთათმანებს თუ შეიძლება მოვიხსნათ. მე მოგაწოდებთ ახლა პარკს, სადაც ჩავყრით ხელთათმანებს. так. ხელთათმანები. თათმანები. так. ხელთათმანები. იტა. так. ყველანი ვიბანთ ხელებს. აუცილებლად დავიბანოთ ხელები. საპირფარეშოში. კი, ამას ახლა ვთიშავ. ზოგიერთ ამ სითხეს გააჩნია ფლუორესცენტული ეფექტი. კაკ. ერთი წამი. ესე იგი. მე ხა დავასხავ ძალიან პატარა რაოდენობას ამ სითხისა. ეს ისევ იგი პოლიმერია? კი. ესე ერთ პოლიმერი. ეხლა მეორე პოლიმერს დავამატებთ. ის უფრო სქელი რატოა? იმიტომ რომ განსხვავებული შემადგენლობისაა. ეხლა მეორეს დავასხავთ. так. არა უშავს. так. ანათებს ხო? ეს არ ანათებს იმდენად. რატო? შთანთქამს. აი ხა ახლოს მიწიე ხელი. არ დაადოღონ. თბილია? ესე იგი რა ხდება? არ დაადოთ, ახლოს მიწიეთ უბრალოდ. გახურებულია, ხო? მიადე? დაუთიძე დაგეს. არ შეეხო, არა. კაი. რატო ხდება ახლა ესა? იმიტომ რომ მარცხენა აი ხა დაგანახებ თერმულ კამერაზე მაგას არ შეეხოღონ. რა ხდება? ერთი შემთხვევაში ჩვენ გარდაქმნით ულტრაისფერს ფლუორესცენციაში. და ის იწვევს ქიმიური რეაქციის წარმოქმნას. მეორე შემთხვევაში ტემპერატურად გარდაიქმნება. მე ხა მაგთან თერმული კამერა. ნახოთ ახლა როგორ ხდება ეს ყველაფერი აქეთ. გამოიწე? თერმოკამერაში ნახა ანუ მოშრეთი არ გადაიქნება ინფრაწითელში დავინახავთ ახლა რა ხდება. თუ
კი, ოღონდ ულტრაისფერს რაც შეეხება, ულტრაისფერი თვალებში არ მინითათო. ხო, ეგა ულტრაისფერი. ძალიან მთლად იყავი მაგასთან. ეგ უბრალოდ ფერები. Так. ულტრაისფერი მომეცი, ხილად მაგასთან. კაი. ეხლა ვნახოთ. კამერა. Так. ხილად მაკეთკენ. ხახ, შევეცოთ რომ აქეთკენ არ დავდგეთ, თუ კაბელები და რაღაცები. ყველანი აქეთკენ გადმოვიდეთ, უბრალოდ გავფართოვდეთ ცოტათი. კაი. всё. ესე იგი. აჰა. აგერა ვართ ყველანი. ესე იგი. რა ხდება აქეთკენ? ოპა. ბევრად უფრო ცხელი არის. ბევრად უფრო ცხელი არის ვიდრე ისა, ხო? მას ბავშვს ანახეთ. კი, მოდი აქეთკენ. მოდი. სიცხე არის უფრო ღია, ხო? სიცხე არის უფრო ღია. ეხლა მოუხსნი მე ლინზას, რომელიც ეს არის სხვადასხვა გერმანიუმის ლინზა. მე რას ვიძახოდი, სხვა მასალები, სხვა სინათლის ტალღებს იგდებს განსხვავებულად გარატეხავენ. ეხლა ეს ჩვენთვის ხო ჩვენ ვერ ვხედავთ. შეხეთ? ეს ხო არა გამჭვირვალე. მაგრამ ამისთვის არის გამჭვირვალე. იმიტომ იფრაწითელ სინათლეს აფოკუსირებს პირიქით. მას. ხედებზე მაგრადაც სუნემზე კიდე დავიბანა. ხო, მაიც ერთი წამი. შევესოთ არ შევეხოთ, მე ეს მინდა დაგანახოთ, როგორ გამოიყურება. რა მოხდება თუ დავანებთ და იქით შეხედეთ. კი, ვიზამთ ახლა მაგას. შეხეთ? აი, განსხვავება. აი, მოიმატა ტემპერატურამ. მარტო მარჯვენაზე. იმიტომ მარტო ეხლა ეს გამშრალია, მაგას რო დავადო ხედე. მე მგონი არა, დავაცადოთ. არა, აი, აგერა მარცხენა. აი, მე როგორ ისა. მას ის აი, იმას შევამიანათო, თუ ამაში ვერ ვხედავთ. მაგრამ რა ვხედავთ? გამორთე? ხედავთ რომ კვადრატი ანათებს. აი, რატო? იმიტომ რომ მაგაში არის ის მეორე სითხე. კაი, ანდრია, შეგიძლია დამიკავო ესა. ხილად ეს დაიკავე ისე რომ აი ამ მონაკვეთს მოანათო. დაიჭირე? დაიჭირე. მეცა? აი ეს ერთი დაიჭირე ესე, ერთი მეორე. რობოტ აქეთკენ მონათებული იყოს. კაი? ესე იგი, მე ხა მოვათავსებ ამ ჩვენ სითხეს. ხელი ჩემი ჩანს? არა, დავამატებ აქა, მესამე წერტილს დავამატებთ. და კამერაზე პრაქტიკულად ჯერ ესაც. არ ჩანს, მაგრამ რო დაანათებ, მე რეცხალდება. როგორც კი გავაკეთებთ, ეგრევე ცხალდება. წავიდა თერმული რეაქცია. ხელი არ მიანდოთ, ხელი არ მიანდოთ. თითი. დამოგვიანდა. ესე იგი, რა ხდება? ერთის შემთხვევაში ჩვენი ფოტოპოლიმერული ინიციატორის მოლეკულომეც აკეთებს გამაგრებას, ამას აკეთებს იმის ხარჯზე, რომ ასევე გამოსცემს ფლუორესცენციას ლურჯში. მაგიტომაცა ის რაღაცა ლურჯი, ოდესაც ვანათებ. მაგრამ ეს მეორე მაგას არ აკეთებს, მთლიანად შთანთქავს და შთანთქმის სინათლეს გადაქმნის ტემპერატურულ ცვლილებად. ოკეი? ეხლა რო დავიბანო ხელი შეიძლება. კაი. ეხლა ყველამ გადავიბანოთ ხელები კიდევ ერთხელ მაინც. საპნით. მე არც მიწია. ხო. დღეს გასცენთ ჩამოწევა. თუ რაღაცა ფოტოპოლიმერული სითხეებით, ხო? იგივე პრინციპს ვიყენებთ, ოღონდ 3D პრინტერი ამას აკეთებს ფენა და მე აქ ხდება მათი გამაგრება. მაგრამ ოპტიკური ნაწილებისათვის 3D პრინტერის რეზოლუცია არ ვარგა. то ჯობია ყალიბით გაკეთება, то ყალიბი კარგად იღებს ფორმას. ტელეფონს ულტრაისფერი მიენათო? არაფერი არ მოუღერთ, ეს შეიძლება კამერა დაგიზიანოს. კი. რომელი იყო, მას გადაურია, მართლა მაინტერესებს. კაი. გავიდა, ხო თქმის ნახევარი საათი. კაი, რო დავაკვირდეთ, აი ამ ტიკ-ტაკის იმას რო შევხედოთ, მოყვითალო არის. ხო, ეს იმის გამო რომ შიგნით კიდევ უფრო დამატებით ქიმიური რეაქცია მოხდა. так, ერთი წამი, ეხლა. так, ჩვენი სინათლე საითაა? არა ულტრაისფერი? კი. დავანათებ მას. так. ხუთი კამერა. ხალხ, მოდით, ნახოთ, აბა რა შედეგები გამოვიდა. მოდი, აიღე, ისა რა ქვია, ხელთმანი.
ორი შემთხვევისათვის. так. ესე იგი, ვისი იყო აი ესა? ჩემი. თქვენი. так. შეხედ რა მოხდა. წარმოიქცა პატარა ბუშტუკები. მაგრამ რომ მოკიდოთ, ყარია. მოვჭირე? ზევიდან დავიბა. დაადე. არის მე ნამყარია. აა, ლორწოიანი. კი, კი. აუ, ქვევით მაინც წველია. კაი, რატო ხდება ახლა ეს? იმიტომ რომ ზედა ფენამ შთანთქა უმეტესობა სინათლისა და ზემოდან გამაგდა პირველად. ხო, სველია. კი. კაი, მათხოვეთ. ამიტომაც ეხლა ჩვენ როეს რომ ამოვიღოთ, ზემოდან იქნება რეალურად გამაგრებული ფენა, მაგრამ ქვემოდან მაინც თხელიაც. ამიტომაც ეს პრობლემებს რო ავირიდოთ, ხოლმე ქვემოდან გამჭირვალე გვაქვს. მაგრამ სადემონსტრაციო წავა. კაი, ეხლა ეს ვინ რომელია? თქვენია? ეს არის რომელი? ესა? ხო. ეს ძალიან მაგარი არის, ხო? ეს მაგარი არის. ამას ჩვენ ამოვიღებთ კიდევაც. და ეს არის შერეული. შეხერა ცხელი არის. და შენ დააჭერა. ძალიან აუ, შველი იყო? ყარია, ხო? ყარია, კაი, მათხოვე. так, და ეხა ჩვენი საბოლოო აი ესა. ახლა ამას მოკიდეთ. საერთოდ ყარია, ხო? აუ, მეც მოვარაცხე რა. მე ვარ აქ. მაგრამ არა. არც მე ვარ. ცოტა თიგე. შეიძლება. როგორ? всё, ეყოფა. კაი, მე ძალიან ბევრი ვაგენ. კაი, ეხა მაშინ უგედება. ამიან შეგიძლია ყუშაშკები მომიტანო? მადლობა. კაი, ეხა ვნახავთ რა გამოვიდა შიგნიდან. კაი, შეგიძლია დამიკავო? ხელთმანები საითა? მოშოვოთ ცოტა. გამოიწია. მეც ავიღებ რა. წყვილს ავიღებ ხელთმანებისა. აიხარე. მადლობა, დავა აიღე. კაი. ჩვენი ყარია საერთოდ. არ მოძრაობს ვარში თან. ყველაზე მყარი ჩვენი. აბსოლუტურად ტიკტოკის იმას რო ჩავსწავლო. კი. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ვიხმარით, იმას არ ვიხმარიათ ეს. ჩვენი მალე გაფრთხილდა. მას ეს რო ჩვენი მყარი რო ამოვიღო. კი, კი, კუსაჭკების, ლურჯი კუსაჭკები. ერთი წამი. მეორე ხილად. მარცხენა ვაუ. დეკორაციისთვის არის პროსტა. ხელი არ გაიჭრა. კაი, მოვანათე. ხილად. ვაუ. აუ შეიძლება დავიტოვო. კი, აბა რა. მე ჩემთან და ჩვენი სველია. ვაუ. კიდე დასაბანი ვარ. ვაუ, 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 კაი გამოვიდა მე მგონი ესა. ჩემი აურათი გაქვს მომიცით. აბა გახსენი შენი აურათი. არ გაიჭრა ხელი უგონ ძალიან ხო. ხილად. ხო, პირში არ გინდა პრობლემის. მოდი ჯობია მე გავაკეთო ეგა შენ ვარ დაიზინო ხელი. გავაბუში. არა უშავს თუ ნაწლობი დაზიანდა. შოლები ვინ გავტანი მინდა. აშკარად არ ვარ გამოსხილები. ხილები მეთქი. ხილები. ხო, რაღაც მოწაგვეჭ მართალი ხარ ეგა. ნუ არ რო წაგვეშვა ზედაპირ არ იქნებოდა იდეალური. აი, მაგალითად რა ვიცი, რამე ზეთი რა მე შეიძლება. ზედაპირ ცენტრ პუნქტები ჩიდო თამბაზი და პრიგავკეთ და მე იქ. ჩავალეთ. აი მიდი, წაი. კი, მე დავუჭერე თქვენ გამოგაჭეთ. come on. გავანაკვეთი. არა უშავს. მაგრამ მოძრა. ჩემი. ვაუ. მოანათე? ხო, არ ქონდა სწორი ზედაპირი და მაგინო. ხო. ძალიან მაგარია გადამ. აი. ეხა ამას გამოვავლებ ოდნავ, ზედაპირი უფრო გლუვი გამოვიდეს, ესა იზოპროპანოლი.
იზოპროპანოლი ეგეც სპეციალური სპირტია. აბარა. ისა ის არა კლინიკებში კაი, სინათლე? ხელზე რო გასხავეთ რაღაცა თუ იმით რო წვენა სინათლე? აბა შეხედეთ. ზედაპირი მთლად იდეალური არ გამოვიდა, მაგრამ ლინზის ეფექტი არის. კაი. მოდი აბა მოვანათოთ. დამიფოკუსირე აქეთკენ. ვის გადაატრიალე? პირიქით, გაშალე? გაშალე. პირიქით, წინ გაწიე. არა, უბრალოდ გამოწიე ფიზიკურად. გაკაჩე. ხო, ოღონდ კაი. ოჩა ამაზე ხოდა შეცამი ხო? აზრია ხვალ გავა. სიცის ჭიშკარი გავართ აი, აქაა სადღაც ფოკალური დისტანცია. მარა, პრობლემას ხედავთ რაში არის? იმიტომ რომ ზედაპირი იდეალური არაა, ზემოდან არის ესეთი აბერაციები, ეს გადატეხვები ხდება. მარა, ჩვენ რო შევხედოთ, ლინზის ეფექტს მაინც იძლევა. თუ უკეთეს ზედაპირი გვექნებოდა, იმუშავებდა. ეხლა მოდი ეს ვნახოთ, ამათ არ შევეხებოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობა რომ შეკიდე სველები იყოს. ალბათ არა ნახე ის მოძრაობს სველია ხო? კი, სველი აქვს. დამჭირე? ესე იგი, მოდი ახლა ეს ტიკ-ტაკი გავხსნათ. ჰა? არ შეეხოთ და ტიკ-ტაკიც იგივე მატერიალით გავაკეთეთ ეს ამიტომ. კი. წებოვანი რატოა? იმიტომ რომ ზემოდან არის რაღაც მონაკვეთებში, სადაც ჰაერი იყო, დიფუზია მოხდა ჰაერისა და წარმოიქმნა ნაზავი ჰაერისა და ამის. ყოველ წამს ხალხა. არა, სანამ. კიდე ჩემი აურაცხავს რა? არა. აგერა. სტოპ. აბა თავს თვალში არ გაიყათ მასწავლებლო. ზედაპირზე არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ასევე მიმხმარი პატარ-პატარ ნაწილები. აი ესენი. გამაგრებული რო არის უკვე საშიში აღარაა. არც ისედაც არაა ზან საშიში. აგერა. всё. ტაქს. ჰაჰა, ლინზის ეფექტი აქვს. ავითხრა მაგას ფოტოიალას ზედაპირებს ვიდეო. ხო. რა თქმა უნდა, რატო? იმიტომ რომ ზედაპირი ამისა იყო ოპტიკური ხარისხის თითქმის. ვაი. არაფერი არ მოვა. აი? და ფოტოაპარატის ლინზის გაკეთება შეიძლება? როგორ არა? ოღონდ ჭირდება ყალიბი შესაბამისი. ნებისმიერ ლინზის გაკეთება შეიძლება. დრას აკეთე. თხილად. კაი, აბა ნახოთ ლაზერთან როგორ იმას იზამს. ეს ჩვენ გავაკეთეთ ახლა ამით. კი? ხო. აი, გადატეხვა შინაგანი. აბა მორწყვი ამას? ლაზერით აი კონკრეტულად იმით რა ქვია ერთი იმით უკეთე გადატეხა უკეთე დაჭან შეხედა ეს. აი აქედან. აი, ეხლა რომ ლაზერი რომ მიუუნათოთ კარგად კუთხის ქვეშ. აი გადატეხა ჩანს. აი? მაგრამ თლად რო კარგად ეხლა შეიძლება გავაკეთოთ, დავუშვოთ თლიანი შინაგანი გადატეხვა, აი? აი ერთი და ორი. შეიძლება სამამდეც გავიდეთ. მართლა? კი. არა, ზედაპირი კარგად ვერ აირეკლავს ეს. აჰა, კი. მაგრამ აი აქ კარგად ჩანს. აი? ხო, იმიტომ ზედაპირის ხარისხი კარგი. ესე იგი, რო დავაკვირდეთ, აი ამ ხილებს ხედავთ, თლად სარკისებრივი არ აქვს ზედაპირი. ხო. მაგრამ ამ პლასმასას ჰქონდა. ამიტომაც აი ეს არის ზედაპირის სიუხეშევის ფაქტორი. თუ უხეში არის ზედაპირი, არ გამოდის კარგი ლინზა. აუ ეგეც მინდა მას. ეხლა თქვენთან გადაწყვეტეთ როგორ გაინაწილებთ. აი სახლში მივახთ ესენი? აი შეხედე. ჩვენ რაც შეიძლება გამოიყენა. თქვენი არის ვერ გაგატანთ, იმიტომ რომ ბოლომდე არ გამაგდა და მაგის გამო საშიში არის. საშიში რა არ არის კარგი და ვიშონია რომ ხელი მომეცემ?
მე და გვეჩქარით. კი, წადით. ჩვენ მოურჩით უკვე. ხელები გადაიბანეთ სახში რომ მიხვალ ჭამამდე, მაინც. აბა კარგად. ჩემი მე გავაკეთე